საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში პოეტ ანა კალანდაძის დაბადებიდან 100 წლის თავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა. შეხვედრა მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა გახსნა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა. ღონისძიების მონაწილეები ანა კალანდაძის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე საუბრობდნენ. საიუბილეო საღამოზე გაიმართა დოკუმენტური ფილმის ჩვენება სახელწოდებით „იდუმალება ანას პოეზიაში“. ღონისძიებას თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, აკადემიკოსები, მწერლები, ანა კალანდაძის ოჯახის წევრები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ანა კალანდაძის სახელი, მისი პოეზია, მისი ყოველი ხსენება ყველა ქართველთან და ყველა ქართულ ოჯახში არის ნამდვილი დღესასწაული. იმ პირველივე დღიდან, როდესაც ქალბატონმა ანამ წაიკითხა ლექსები 1946 წლის 25 მაისს. აღმოჩნდა, რომ ომის შემდგომ ეს იყო ნამდვილი დღეობა მთელ საქართველოში. აი რაღაც ფურორი მოახდინა ერთმა სტუდენტის, მაშინ სტუდენტი იყო ბოლოკურსელი, ამ ლექსებმა და მას შემდეგ ქალბატონი ანას სახელი ქართული პოეზიის დიდ თანავარსკვლავედში, აი უზარმაზარი თანავარსკვლავედია ქართული პოეზიის და ბრწყინავს ამ თანავარსკვლავედში შეუდარებლად. და მართლაც ეს არის განსაკუთრებული მნიშვნელობის, განსაკუთრებული წონის პოეტი, მას აქვს ჭეშმარიტი პოეზია, რომელსაც დრო არათუ აკლებს რაიმეს, ფერებს, ჟღერადობას და ასე შემდეგ, არამედ ყოველი წლის და აგერ უკვე საუკუნის გასვლის შემდეგ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. და აი მე გეტყოდით, რომ დღეისათვის თუ შეიძლება ყველაზე უფრო აქტუალური იყოს პოეზია და პოეტი, ეს არის სწორედ ანა კალანდაძის სახელი და მისი პოეზია. ბედნიერება, როცა პირადად იცნობ დიდ კლასიკოს, როცა ის უმცროს მეგობრად გთვლის და მაგალითია შენი ცხოვრებისა. ქალბატონი ანა ის პოეტი იყო, რომელიც სიცოცხლეშივე აღიარა საქართველომ, ლექსებად და სიმღერებად მოეფინა ქართულ სულს და რომლის შემოქმედებას დაბერება არ უწერია. მე ბედნიერი ვარ, რომ ვიცნობდი ქალბატონ ანას, ვიყავი მისი ერთ-ერთი დიდი იუბილის რუსთაველის თეატრში ორგანიზატორი და ბედნიერი ვარ, რომ ქალბატონი ანას თვისებებიც ვიცოდი, გარდა მისი უმშვენიერესი პოეზია, მაღალთა თავმდაბლობაო, ის ამბობს ერთ ლექსში, თუ ვინმე შეეძლო მაღალთა თავმდაბლობა, ეს იყო ქალბატონი ანა. 45 წელი გავატარეთ მე და ანამ ერთ ჭერქვეში. და მიუხედავად ასაკის სხვაობისა, 15 წლით უფროსი იყო ანა ჩემზე, მიუხედავად ამისა ძალიან მალე დავმეგობრდით და უკვე როგორც მეგობრები ისე ვიყავით. ანა იყო ჩემი უახლოესი ადამიანი და მე ვიყავი იმისთვის უახლოესი ადამიანი. სიყვარული გააყოლა ხალხმა და ბედნიერი ვარ, რომ ანას არ ივიწყებენ და ალბათ არც არასოდეს არ დაივიწყებს ქართველი ხალხი.